მადლობას კიდევ მოგახსენებ ბატონო თენგის. მე მინდა ის შევეხო სულ ცოტა მომენტს წარსული და თუმცა ის არ არის წარსული ჩვენთვის მე ახლა ადრე ვიყავი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი 93-დან 2005 წლამდე. მე ვარ კათედრის გამგე პროფესორი და მინდა გითხრათ რომ როცა წლების ფაქტურად საუკუნე რუსეთი ამზადებდა აფხაზებს ქართველების წინააღმდეგ ამას ამხედრებდა ბევრი ადამიანი შეიწერა მათ შორის წერილებს წერდა დიდებული წმინდა ჩვენი პატრიარქი ამბროსი ხელაია ბევრი სხვა სხვათა შორის ასევე სვეტლანა ჩერვონაია თავის წიგნში აფხაზეთის კომუნისტის ხევანდეა აღნიშნავს ის ხალბატონი უხეშად რომ თქვა დაქირავებული იყო რუსების მიერ მათ შორის ლუკიანოვი რომელიც ვარძიბას იდეოლოგი მაგრამ მე იმან რომ ნახა ეს სიტუაცია ყველაფერი ეთობა გადახარშა ტრანსფორმაცია მოხდა და დაწერა იქ როგორ ამზადებდნენ რუსები აფხაზებს ჩვენ წინააღმდეგ აი ზუსტად როცა 79 წელს კოსიგინის ხელმოწერით ესე იგი დაარსდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეოთხე ამიერკავკასიაში და მეორე საქართველოში ზოგიერთ პროფესორს არ ახსოვს რომ საქართველოში 90 წლამდე იყო არაერთი უნივერსიტეტი და არამედ ორი იყო. აი მაშინ მოხდა ის რომ თბილისმა როგორც ყოველთვის აფხაზეთის ქართველების ხარჯზე ესე იგი აფხაზების რა თქმა უნდა მოთხოვნით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კოსიგინის ხელმოწერით გადაარქვა და გახდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემდგომში როცა უკვე გარკვეული მიზეზების გამო ესე იგი გაძლიერდა აიდგილარა და მათ შორის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე 86-87 წლებში აი თქვენ გაიხსენებთ დიდებული სულნათი ვერა კოსტავო რომ ციხიდან გამოვიდა ეს კრისტალური კაცი 88 წელს ამ წელს უკვე რადგანაც კოსტავა ეთქობა რუსეთის უთქობა რა ზუსტად რუსეთის უშიშროება ძლიერი იყო და მე მგონი სამწუხაროდ დღემდე ძლიერია იმან იცოდა რომ კოსტავასნაირი ლიდერები უკვე გარკვეულწილად ეცდებიან დაალაგონ ეს ეროვნული მოძრაობა და გამაერთიანებელია ამიტომ აფხაზეთში გაძლიერდა აიდგილარა და აიდგილარას ახალგაზრდები გვივარდებოდნენ ჩვენ ლექციებზე ქართულ ენაზე რომ მიდიოდა ჩვეულებრივი სალექციო მასალა და გვიშლიდნენ ხელს. ამით და ბევრი სხვა რაღაცი თავარია ლიხნის ხელმოწერაც ეს იყო 99 წლის 18 მარტს ესე იგი აფხაზეთის ყველა ნომენკლატურამ რა თქმა უნდა აფხაზეთი ეროვნებისა ზოგიერთი ბორი სომეხიც იყო ხელი მოაწერეს ლიხნის წერი ბორის ადლეიბა პირველ მდივანმა სამწუხაროდ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჩემმა კოლეგამ ალეკო გვარამიამ და ბევრი სხვა რაღაცის გამო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ჩვენ გამოვედით 4 აპრილს ამ უნივერსიტეტის იმიდან და წერეთლის ქუჩა ახლა სხვა ქვია რა თქმა უნდა წერეთლის ქუჩაზე იყო ადმინისტრაციული კორპუსი იქ დაიწყო ესე იგი ფაქტურად შიმშილობა შესაბამისად მანამდე აი ეს მოხდა ბატონ მერაბი ატარებდა ლესელიძეს ეს ახლა უკვე სხვა ქვია კახავ პროვინციის ლესელიძე საზღვარი ფსოუზე რუსეთ საქართველოს საზღვარი აი იქ მოსწრეს ვიყავი მე და უკანა გზაზე დაესხნენ თავს ესე იგი სოტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი ერთ-ერთი იყო ქართული კერა აფხაზეთში რომელიც შემდგომში სააკაშვილმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ ნელ-ნელად ფაქტურად გაანადგურეს ერთი ფაკულტეტის სახით შეიწოვეს. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მგონი 80 სტუდენტი ჰყავს და ასე შემდეგ და ქართული კერა იყო აფხაზეთში ერთ-ერთი მთავარი მე რომ ვკითხო. შესაბამისად მე მოხდა ის გარკვეულწილად მომენტები დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი 14 მაისს ბატონი ნოდარ ჭიტანავა იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მისმა პირველ მოადგილემ ქვილითაიამ ხელმოწერით, ოთარ ქვილითაიას ხელმოწერით, შემდგომში უკვე 15-16 ივლისს მოხდა
თავდასხმა პირველ ქართულ სკოლაში იყო ესე იგი გამთავსებული სოხუმის ფილიალის იმ შემთხვევაში უკვე დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის მიღები კომისია და სასწრაფოდ რუსების ორგანიზებით და აფხაზური აიდგილარას ორგანიზებით იყო საკმაოდ ცხელი დილა ამ შემთხვევაში ჩვენ როცა გავიგეთ რომ დაესხა აფხაზების ესე იგი გარკვეულწილად მაინც თქვათ ადამიანთა ისა რომ თქვა სხვანაირად სადაც სასტიკამოდ დაცემი იყო ჩვენი ესე იგი აი მიმღები კომისია დიდებული კაცი კარლოს შამათავას ჩაარტყეს არმატურა ფაქტიურად ის მე აქ თბილისში უკვე გარდაიცვალა ამის გამო ცოცხალკვდარი კიდევ სხვები ამ შემდეგ და მე ჩვენ რომ დილით მოვედით უკვე წითელი ბერეტები ეს რუსები იდგნენ შესაბამისად მე მოხდა შეტაკება ჩვენზე თავდასხმა რუსთაველის კინოთეატრში სადაც ფაქტიურად მოკლეს დიდებული ქართველი აფხაზეთიდან ალბათ ბოლო აი ამ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თუ არ ვიტყვი რომ ლიდერი ვოვა ბეკუა რომელიც ლაპარაკობდა ყველაზე მშვიდობიანი პოლიტიკოსი იყო როცა მახსოვს არა მარტო აფხაზეთი ალბათ საქართველოში თელ საქართველოში 8 წელს გონი 3 დეკემბერი იყო მიტინგი სუტროპიკული მეურნეობის ისის რომელიც იყო რა თქმა უნდა ქართველების ისა ერთ-ერთი ისა იქ ვოვამ თქვა მიუხედავად ყველაფრისა ჭავჭავაძე იყო ჩამოსული სხვები ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა მოვძებნით გზას აფხაზების გულებისკენ ეს მერაფოსავად სიტყვებია მაგრამ ერეფრაზე მოახდინა და ამას ალბამ ჩაარტყა არმატურა რა თქმა უნდა დავალებზე გარდაიცვალა შემდეგ ჩვენზე რომელიც ვიყავით ჩვეულებრივი პერანგების სიცხე იყო აფხაზები უმრავლესობა და რუსები ნაწილი იყვნენ ფაქტობრივად კოსტუმებში და სადაც ჰქონდა იარაღები არმატურები ნუ ერთი სიტყვით ბევრი ჩვენი ახალგაზრდა იქცევენ ზოგიერთი ძალიან მაგრა შესაბამისად მე წამოვიდა თქვენ რომ ბრძანეთ ის სამეგრელოდან და ზუგდიდში ცენტრი იყო დაარბიეს ესენი ბატონო თემო მახსოვს რა სანადირო თოფები ისინი წყალბე მეგეთი რაღაც არ მენახა და მერაბ კოსტავასნაირი კრისტალური პიროვნება რომ არ ყოფილიყო ემუზე გენოციდი მოხდა ის ალბათ 9 მილიონი არა მარტო სამეგრელო გივი ლომინაძე მიყვებოდა შენაგან საკუთარ გივისთან ახლოს ვიყავი და რას მიყვებოდა შატალინი რო იყო შენაგან საკუთარ მაგის ვერტფრენით აუფრინდითო რა ახლა ის აკონტროლებდა იმიტომ რომ ინფორმაცია გადმოიცადა 2 დღის განმავლობაში იქავართ რა სულ და ნუ ახლა გროვდება ეს სამეგრელოს ნაკრები კეთდება ვენდეტის ნიშნით რა პირდაპირ ეს სისხლი ახლა და ეს უნდა დაიძრას და დაიძრა კიდევაც და რო აუფრინდითო რა ერთად ვიჯექითო რა და გადმოხედაო და შეშინდაო მინისტრკაცო ლომი საბჭოთა კავშირი შენაგან და იცი რა თქვა რუსულად ვიტყვი я не рискну мои войска направить против них ანუ მე ვერ გავრისკავო რომ ჩემი შინაგან საქმე ძალიან ამათ დავაჯამო ძალიან სისხლის ახლა ამას რო კაცი დაარეგულირებს და მე რომ ომს რო დაიწყებს დიდი პოლიტიკოსები მე მგონი ახლა გასაგებია რატომ მომხავს მე მაშინ მე მოხდა ის ამბავი რომ შეჩერდა ეს ორი გონივრული თორემ სისხლი დაეუღრებოდა ორივე მხრიდან და საბოლოოდ დავკარგავდნენ და რუსი ყველაზე მეტად მოიგებდა ამ აფხაზების და ქართველის სისხლში მაგრამ რუსეთის უშიშროებამ სწორად განსაზღვრა ანუ თუ ჩვენ გვინდა აფხაზეთი მოვწყვიტოთ საქართველოს მანამდე უნდა თადარიგი დავიჭიროთ და სამეგრელო მოვწყვიტოთ აუცილებლად ამიტომ თავისი ემისრების რომელიც ყავდა უკვე ბატონი ნუ ახლა ჯაბა სიგვა შემსრულებლები ნალუბოიკოს რუსები ექსეკუცია გაუკეთეს სამეგრელოს სამწუხაროდ ხედრიონის მიერ და არა მარტო ხედრიონი მაგათ ნუ დავაბრალეთ მარტო გვარდიას აკეთებდა ხო ნუ ყოველ შემთხვევაში ბრალდება დომინანტი ხედრიონი და შესაბამისად შემდგომში მოხდა ის რომ მართლაც გათიშეს მოწყვიტეს რა ხერხემალში გადატეხეს მე რომ უფრო შედარებით იოლად
რუსეთმა ესე იგი მოაწყო აფხაზეთში ქართველების გენოციდი და რუსეთ-საქართველოს ომში აფხაზეთში 13 თვე და 13 დღე ადგილობრივმა და ბევრმა პატრიოტმა ჩამოსულმა ვიბრძოლეთ, მაგრამ ახლა რუსეთის როცა ლებედი თავისი ბატალიონები და სხვა იყო, რას ვიზა უთანასწორო ბრძოლა. და მე რატომ მომყავს ეს? პლუს კავკასია, ეს ბეირუთელი სომხები. აი შედარებით კავკასია აგვიმხედრეთ სულ. აი შედარებით ბატონო თენგიზ, აი შეიძლება ეს ზოგიერთ აქ არ მოეწონოს თბილისში, მაგრამ არა, თქვით, აფხაზეთელი კაცი ვარ და მე სუნთქავ საქართველოს დანახული აფხაზეთიდან. მე ჯერ აფხაზეთის სუნთქავ. ადრეს ცხადი ახლა მოსკოვი ყველაფერს ამას არეგულირებდა, მაგრამ ადრეს საქართველოს კომუნისტური პარტია აფხაზეთის თქვათ რეგიონში საკადრო პოლიტიკას არასწორად ატარებდა. განსაკუთრებით ადგილობრივი ქართველების ხარჯზე. ესე იგი, რაღაცა მოიფიქრეს, რომ არ იყოს დღეს რომ დაუბრუნდნენ, არ იყოს ბუნტი, არ იყოს ომი, იყოს შვიდობა, აფხაზებს დაუთმოთ. პირველი კაცი აფხაზი უნდა იყოს, საწყობის გამგე აფხაზი, რექტორი აფხაზი, დირექტორი აფხაზი. კი, მოადგილე ქართველი პოლიტიკა იყო. მოადგილე ქართველი, რომელიც საქმეს აკეთებდა. და იყო ესეთი სიტუაციები, რომ ზოგიერთი, აი მაგალითად, ვარს არ დავასახელებ, ცნობილია. გაგრის რაიკომის პირველ დივანი ბატონო თენგიზ წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი თბილისელი კაცი. და იმ პერიოდში კათოლიკოსი სომხეთის იყო ესე იგი ვაზგელი, он პირველი ალბათ ვაზგელი. რომელიც ახლა იჭკვიანი იყო, ის თავის პოლიტიკას აკეთებს ახლა ხო იცით? კი ბატონო, რა თქმა უნდა. ის აძლევდა ფულს და ადგილობრივი ქართველი, მათ შორის აი რეკუმის დივანი. კვანტალიაზე ლაპარაკი. არა, სხვაგვარია, არ მინდა ახლა. კვანტალიანი გუნდრიფში იყო. და კიდულობდნენ სომხებისთვის მიწას. კი ბატონო. მიწებს ბოდიში. ომამდე გაგრაში სომხი მეტი ცხოვრობდა, ვიდრე ქართველი და აფხაზი ერთად აგებული. კი. მოგესმით? კი. არ და საბჭოზე საქართველოს და საბჭოთა კავშირის მისის შესყიდვა იყო ურთულესი რაღაც. რა თქმა უნდა. ფულს აკეთებდნენ და იმ ფულიდან გაკეთებული 90% თბილისში მოდიოდა. ახლა ყველაზე აგრესიულად სხვათა შორის ჩვენ ბეირუთელი სომხები გვერდობდნენ იქვე. რატომ მომყავს ეს პოლიტიკის არასწორის გაგრძელება? ჩვენ ცნობილი ახლა შორს ვერ წავალ, გამოვედი თბილისში, საბედნიეროდ გაგვიმართა. ჩვენ იმ მომენტში ვიყავით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი და დირექტორი ინიშნებოდა. და როი მეტრეველი, რომელიც იყო რექტორი, დირექტორად დაგვინიშნა აფხაზეთის მკვიდრი ისტორიის მეცნიერება და დოქტორი პროფესორი ოთარ ჯორდანია. კრისტალური კაცი. ახლოს ვიცნობდი. კრისტალური კაცი, ესეთი სულთა კაცი. უიშვიათესი ადამიანი. ჩვენ მაგას სიყვარულით აფხაზეთის ექიმე ტაკაიშვილს უზარდით. და ამ კაცმა თავის გუნდთან ერთად გააკეთა. ეს ის პერიოდია, როცა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე იყო ბატონი თამაზ ნადარიშვილი. ახლა ბატონ თამაზ ნადარიშვილს მე ცოტა განსხვავებული რაღაცა ქონდა ეკონომიკურ ნაწილში არ მინდა ახლა, მაგრამ ის პოლიტიკური ლიდერი იყო და მაშინ აფხაზეთის ქართველობას პოლიტიკური ლიდერი ნადარიშვილი, საზოგადოებრივი ლიდერი ოთარ ჯორდანია. ანგარის ვიწებდები. შავარდნაძეს მაშინაც უნდოდა სოხუმის ფილიალი გადასულიყო ზუგდიდში და კვაჭანტირაძე რომ იყო განათლების მინისტრი, მე აზგასვენებულ ბოჩა კვარაცხელიას, აზგასვენებულ ჭურღულიას, მე და თემურ შენგელიას, ცნობილი ეკონომისტი, თესეუს კადრის გამგე, ჩემი მეგობარი. ჩვენ გითხრა, სადიდო ზუგდიდშიო, კაცო, იქ ახლა ურალისობა ეგ მეგრებია. ჩამოქვეითება იქნება. ანუ იქ მერე ჩამოლაბორანტება. იქ შერწყმა მოხდებოდა, უკვე არსებობდა ზუგდიდის ფილიალი და არ იქნებოდა ის შერწყმა ზუგდიდის ფილიალი, არ არის უნივერსიტეტი არ არის. პრობლემა იხსნებოდა. მაგრამ ჩვენ გადავჭით, იმიტომ რომ როიმებრა იმ პერიოდში ძალიან სწორი პოზიცია იყო. ნადარიშვილი და ჟორდანია და უნივერსიტეტი და უმაღლეს საბჭო პოლიტიკურად ერთად მოკვეთებდნენ და იყო პერიოდი ნადარიშვილი ვიცე-პრემიერიც იყო. გარკვეულ საკითხზე შავარდნაძეს უპირისპირდებოდი და მეხუთე პუნქტი რაღაც შემდეგ და ანგარის ვიწებდა. მოხდა ის, რომ სამწუხაროდ ბატონი თამაზი გარდაიცვალა. მოვიდა სააკაშვილი, რომელმაც ძალით მოხსნა ოთარ ჯორდანია. გახსოვს რა. და დაგვინიშნეს დაწყებული იქიდან სულთა პარაშუტისტები. პიროვნებები, რომლებსაც არ იცოდნენ
ახლა არ მინდა ულამაზესი კუთხეებიდან, ზოგი სამეგრელოდან, ზოგი იმერეთიდან არა თავისი გუნდიდან რა. და ის რომელიც არ იცოდა რომ გალში არის სოფელი კულანურხვა თუ იმაში ხარიძგა არის იმაში გუდაუთაში. და ფაქტიურად ამათ აი ამ ფაქტიურად 21 წლის განმავლობაში დაქსახსეს აფხაზეთის უმაღლეს აი ესე აფხაზეთის ინტელიგენცია. დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს როცა შლია კულტურულად მილივად რეჟიმში აფხაზეთის რეფორმას უძახიან. აფხაზეთის მინისტრ საბჭოს ახალგაზრდა თავმჯდომარე რომლის მამა მოკლეს აფხაზებმა და რუსებმა ხმას არიღებს იმ კომისიის წევრია. რომელი კომისია? აი ეს რეფორმების. ხმას არიღებს იტალიაში კი ბატონო წავიდა გაისერდა პალერმოში იგი დაგეთ. ახლა ხო აქ არის ბატონო? ახლა ალბათ ჩამოვიდა არ ვიცი ჯერ 10 დღე. და ცნობილი ისტორიკოსი რომელიც მართალია პარტიის ისტორიაში დაიცვა, მაგრამ თავი თulis რომ მაგარი ისტორიკოსი ვარ და ვერკვევი ყველაფერი ეროვნულ მოძრაობაში ჯემალ გამაყარია. რამდენჯერმე ყავდა? სვან ბოლომდე და ხმას არიღებს. უნივერსიტეტი იღუპება. კი ბატონო. აი ესა მე შევადარე და ეს ალბათ იგივე სუფლიორებია, მაშინაც სუფლიორები იყო რუსეთის უშიშროებიდან, ეთყობა დღესაც ეს სუფლიორებია. მინდა ვთქვა, განსაკუთრებით იმ ხალხს, ეგრეთ წოდებული ბოდიშისტების ესე იგი მიმდევრობის მომხრეებს, რომ ზოგიერთ ოლიმპიური ჩემპიონიც აი თავაზობს, რომ ბოდიში მოუხადოთ რუსებს, ოსებს, აფხაზეთში. კრიმინალს, არა კრიმინალს, დამნაშავე ხარ, არა ხარ დამნაშავე, მაინც 93 წელს მე პირადად დღეს მეუფე ანდრიასთან, მაშინ არ იყო მეუფე, ასევე რამოდენიმე პიროვნებასთან, მათ შორის ჟიული შარტავან-მშეველთან, ჩემს კოლეგასთან, პროფესორ მიშა კოკაიასთან ერთად მონაწილეობდით 31 მაისიდან 17 ივნისამდე ტყვარჩელის აქციას. ჩვენ ჩავფრინდით გუდაუთი გაგრა უკვე აღებულია რუსებს და იმას კაზაკებს და ჩვენ ჩავფრინდით სოხუმიდან ადლერში დაბანაკდით და დილით ჩვენ ესე იგი უпростоრეთ საღამოს ვამოწმენდით. ნუ ახლა აფხაზები ლაპარაკობდნენ ტყვარჩელი მართლაც იყო ალყაში ქართული ჯარის მიერ და შეერიგდებაო ხალხი და ჰუმანიტარული დახმარებასთან დაკავშირებით და ჩვენ ასევე უთხარით, კი ბატონო, თქვენ მიგაქვთ ჰუმანიტარული ქვია შემდეგ, მაგრამ ჩვენს გვინდა გაგრაში ჩავიტანოთ და ნუ იქ სოკრატ ჯიჯორია პირველი იმის დეპუტატი იყო. პარლამენტის თავმჯდომარე კი იყო ზუსტად პირველი იმის და ის და სხვები დათანხმდნენ და ჩვენ 16 ივნის მე ბატონი მიშა კოკაია ჩვენი მხრიდან ასევე რეგენტი იყო მიგრაციის მინისტრი რუსეთის, ნუ მეგობარი ქალბატონი იყო შოიგუსი, რომელიც მაშინ MČS-ის უფროსი იყო. შოიგუს პირველი მოადგილე იყო ბატონი ვარაბიოვი და კოზირევის პირველი მოადგილე ალექსანდრე პანოვი. ჩვენ შევედით გაგრაში ქართველ ოჯახს ერთი არასოდეს არ დამავიწყებდა. ქართველები მაგდროს იყვნენ ბატონთან. კი, რამოდენიმე მოხუცი ქალბატონი იყო, ჩვენ მისამართი ქონდა უკვე აქედან სოხუმიდან მიღებული და ჩვენ ჩავუტანეთ ისა იმ ქალბატონმა რომ ქართული უკვე იგზალებოდა ქართული 2 ოქტომბრიდან ივნისამდე ცხადია და მერე იგზალება ქართული და ის ქალბატონი რომ გაიგო მე და მიშა კოკაია ქართულად საუბრობდით გაგიჟდა ქართველები ხართო შევთხარით კი იმის ცნობილი ფილმის არ იყო და პირდაპირ გეუბნებით აი ყველას რომ ხელებს კოცნა დავიწყო ჩვენ და ჩვენ მაშინ ისეთი განწყობით ვიყავით როგორ ჩვენ სოხუმს როგორ დავთვალ შევთხარით აუცილებლად მაგრამ ეს არ იყო კიდევ თავარი ჩვენ მერე აფხაზებმა იციან და აი ეს და საღამოს ბერიას აგარაგზე გაგრაში გაგრა ყველაზე ლამაზი ყველაზე საქართველოში მაგრამ ამ შემთხვევაში აფხაზი და იქ ფორმარი თამადობა გაგრებში რო იყო გახსოვთ ხო გაგრებში კი მაგრამ ეს იყო კიდევ უფრო მაღლა და თამადობდა არძიმბას დასვის უფროსი რუსლან ბგამბა აქვე ნუ მე და მიშა კოკა გაგანია ომია ხო ბატონო არა მაშინ ის არის პერემირი ეგრეთ წოდებული და აქ ესწრება ბატონი ალექსანდრე პანოვი აი ეს პირველი მოადგილე კოზირევის
93 წლის და იმავსორი 16 ივნისი აქვე ესწრება რა თქმა უნდა რეგენტი ისინი ახლა ნუ ის ლაპარაკობს ახლა რადგანაც იქ ფორმარილი აფხაზური ღვინო პანოვმა და სხვებმა დალიეს ბუნებრივია ახლა დგება ბატონი გამბა და საუბრობს მართალია ჩვენი მტრები ქართველებიო მოგმართა მე და მიშას ამას არ დალებენო მაგრამ მე გთხოვთო თქვენ სხვებს მიმართა ნუ უფრო მათ ხალხს თავის ხალხს რომ თავაზობთო სადგერძოლოს აფხაზეთ დამოუკიდებელი აფხაზეთის და იმედია მალევო გაეროს წინ ეს დროშა ის აწეული ხელით მათი დროშა იფრიალებსო შეზახორშებული ალექსანდრე პანოვი დგება და საუბრობს მე მივესალმებიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შეგიძლია შეხვიდეთ ინტერნეტში და მოაგდებს კოზირების ალექსანდრე პანოვი მივესალმებიო ამასო და თუ თქვენ არ ახართო წინააღმდეგ მე ვიქნებიო პირველი ელჩი რუსეთისა აფხაზეთში ნუ ახლა მე ავიღე მე ვარ აფხაზიშვილი მოეწონა აფხაზიშვილი ვარ დედის დედა აფხაზი იყო საერთოდ ქართული არ იცოდა მეგრული აფხაზი მე უთხარი თუ თქვენ გონიათ მეთქი აფხაზეთი ჩვენზე მეტად თქვენ გიყვართ ძალიან ვწდებით მე მივესალმები აფხაზეთის ყველანაირი სიკეთეს რაც ეხება დროშას იქ უკვე საქართველოს დროშა ფრიალებს და იქ ესე მეტი არ არის საჭირო მეთქი და როცა გვაცილებდნენ ახლა გულში იფიქრეს ამათ გავასაღებთ აქ მაგრამ ნუ არ გამოდიოდა და მითხრა მათი უშიშროების უფროსმა ბიჭებო ნუ მიდიხართო სოხუმში რუსულად თქვა მე სოხუმის ხორო ვაზმო ნუ ახლა მე და გადაეცითო იქ რომ ესე იგი დამხვდენო და ყველას ამას გიგიზავდო ანუ რუსებმა და ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი გუდაუთიდან გვარი დამავიწყდა კახა გუდაუთელი კაცი რომელიც გენშტაბის უფროსი კალესნიკოვი არა გუდაუთელი იყო ეს პროსტ იმაში გამოვიდა რუსეთის მე გახსოვთ სამი კვირი დაღება მეუბნებიან ბატონო ისა ბოდიში მოუხადოთ მადლობა უნდა უთხრას რუსებს რომ ყველა კახა ეთქვეობაში იყო ყველა არ მოკლეს იქა მოკლეს ხოლო 10-15,000 რომ გადარჩით დანარჩენები მადლობა უნდა უთხრათ რუსეთს სამწუხაროდ ცოტა უნდა მოვიდებოთ მე ესე იგი ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა გამოსავალი ერთი ორი სექტორი თქვა პირდაპირ რომ აფხაზეთის გარეშე ასევე სამაჩაბლოს გარეშე სახელმწიფო ვერ შედგება ამიტომ ერთადერთი რეალური ბმა მოხდეს აფხაზეთში მშვიდობიანი დაბრუნება ეს არის შენარჩუნება გაძლიერება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ პირობებში რა პირობებში მოსკოვის უნივერსიტეტი კრასნოდარის უნივერსიტეტი აძლიერებენ აფხაზურ ნაწილს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს თბილისში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განადგურება და მოლოდინი ხალატის სტოლფასი ეს არის ხალატის სტოლფასი ამიტომ მე მოუწოდებ ყველა უნივერსიტეტს ვინც აბეტაბზე გადარჩა და ჩვენ ვიხარიათ და შემდეგ იფიქროთ საქართველოზე საქართველოს თეოდრაულ ფლიანობის აღდგენაზე რომელიც აფხაზეთის გარეშე ვერასოდეს ვერ ისა და ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს რომ ქართველები ამას გულთან ახლოს მიიტანენ რომ აფხაზეთის დაბრუნების ერთადერთი რეალური ბმა გადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაძლიერებაზე და არა